ამაზეც გასაცნელად, რომ სოციალური მომსახურების აგენტოს დირექტორი თამაზ მოდებაძე სოციალურ მუშაკებს ეუბნება, რომ ვერ მოაგვარებს პრობლემებს, რომელზეც სოციალური მუშაკები საუბრობენ. ვერ დაეხმარება მათ ბენეფიციარებს, რომელთაც სჭირდებათ ფსიქოლოგის, სასწავლო სჭირდებათ ფსიქოლოგის მომსახურება, ვერ დაეხმარება ბავშვებს, რომელთაც განიცადეს სექსუალური ძალადობა და სჭირდებათ სარეაბილიტაციო მომსახურებები, ვერ დაეხმარება სოციალურ მუშაკს იმაში, რომ ძალადობის დროს 10 კილომეტრი ფეხი დღამე ტყეში არ გაიაროს და მან პირდაპირ გითხრა, რომ საბანი მეტზე არ გაგწვდება და მოდით თქვენი პრობლემები თქვენ თვითონ მოაგვარეთ. ჩვენ ამის აღსანიშნავად გამოვიტანეთ საბანი, ეს არის კიდევ ერთი სიმბოლო სოციალური მუშაკების, ესე ვთქვათ, გაფიცვის და უსვამთ მაშინ კითხვას ბატონ თამაზ მოდებაძეს, უსვამთ კითხვას მინისტრ სერგეენკოს, უსვამთ კითხვას მინისტრის 6 მოადგილეს, განსაკუთრებით თამილა ბარკალაიას, რომელმაც დღეს გამოაცხადა, რომ სოციალური მუშაკები თურმე ჩანაცვლებადი კადრები არიან და სხვა სპეციალისტებიც შეასრულებენ სოციალური მუშაკების არ ყოფნაში სოციალური მუშაკების ფუნქციებს. ჩვენ ვეკითხებით, რამდენ ბავშვს შეიძლება გაწვდეს ის საბანი და ის მცირე სახელმწიფო რესურსები, რომელიც გამოყოფილი აქვს დღესდღეობით ყველაზე დაუცველი ადამიანებისთვის. ჩვენი პასუხი ასეთია, რომ 100-დან ეს საბანი შეიძლება გაწვდეს მხოლოდ 2-ს. მაშინ რა პასუხი აქვს დანარჩენი 98 ბავშვისთვის?